მოგესალმებით ეთერშია დასოტევის საინფორმაციო გამოშვება დღის მთავარ სიახლეებს მარიამ ელიევა გაგაცნობთ. ყველასთან მზად ვარ რომ დავჯდე და გავმართო დებატები ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმედის კვირის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, სწორედ ასეთი ფორმით წარმოუდგენია დებატები, რომლებიც შეიძლება დაიწყოს მედია სივრცეში. კობახიძის განცხადებით ის მზად არის დებატებისთვის იმ ადამიანებთან, რომლებიც მწვავედ აკრიტიკებენ რეფორმას, თუნდაც უსაგნოდ. იმ პირობებში, როდესაც მით უმეტეს გრძელდება რადიკალების დასუსტების პროცესი, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ საზოგადოებაში ჯანსაღი დისკუსიის გაშლისთვის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ის ინიციატივა, რომლითაც გამოვედით, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. საპარლამენტო დელეგაციამ სეულში კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი აუცილებს. მათივე ცნობით, საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ხელმძღვანელობდა, ბოლო შეხვედრა კორეის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროში გენერალურ დირექტორ ჩულ ლისთან გამართა. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასა და მიმდინარე მოვლენებზე. კორეის რესპუბლიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა. ფარისევლობაა, როდესაც ქართული ოცნების ლიდერები კობახიძე, პაპუაშვილი, სამხარაძე მოდიან არა მხოლოდ არასამთავრობო სექტორიდან, არამედ მათივე გაგებით გაცილებით უფრო დიდი საფრთხიდან, როგორიც არიან საერთაშორისო ორგანიზაციები, დონორები. ალბათ ამან მაინც უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის რუსული გზა. ამის შესახებ ლელო ძლიერის საქართველოს წევრმა გიორგი სიორიძემ გრანტების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა. სიორიძის თქმით, გრანტების შესახებ კანონში ცვლილება რუსული გზის გამეორებაა. დონორები, რომლებიც თურმე მაშინ კარგ საქმეს აკეთებდნენ, ახლა გამოჩნდა, რომ ყოფილან საქართველოს შიდა საქმეებში ჩამრევი მავნებლური ორგანიზაციები. ალბათ ამან მაინც უნდა გამოაფხიზლოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ეს არ არის რუსული გზა, განაცხადა სიორიძემ. პარლამენტში ინიცირებულია დადგენილების პროექტი, რომელიც ფასების რეგულირების საკითხებზე სპეციალური დროებითი კომისიის შექმნას ითვალისწინებს. სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი კომისია. ასე ერქმევა კომისიას, რომლის შექმნის გადაწყვეტილებას პარლამენტის 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე მიიღებს. ამასთან, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, დადგენილების მიღების შემდეგ საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიაში თითოეული ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს განსაზღვრავს. მისი ინფორმაციით 3 და 4 თებერვალი დროებითი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა. კომისია მუშაობას 5 თებერვლიდან დაიწყებს. დროებითი საპარლამენტო კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უხელმძღვანელებს. გაერთიანების შედეგად არც ერთი უნივერსიტეტი არ დაკარგავს საკუთარ თავს. ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელსაც არ გააჩნია უარყოფითი მხარეები. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ინიციატივით ყველაზე მოგებული და გახარებული თავად სტუდენტები იქნებიან, რადგან ისინი სწავლას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით დაასრულებენ. ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანებენ. უნივერსიტეტების გაერთიანების მიზნით მინისტრის ბრძანებით შეიქმნება მართვის დროებითი ორგანო. საბჭო და დაინიშნება რექტორისა და რექტორის მოადგილეების მოვალეობის შემსრულებლები, რომლებიც წარმართავენ რეორგანიზაციის პროცესს. დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის, ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. ამის შესახებ პარტია გახარია საქართველოსთვის განცხადებაში აღნიშნული. პარტიის განცხადებით, თუ ქართული ოცნება საკუთარ ტელეარხზეც ვერ გაბედავს სატელიტი პარტიების გარეშე დებატებზე დაჯდომას, ეს კიდევ ერთი შეცდომა იქნება. დებატებზე ჩვენი პოზიცია ცალსახაა. დებატები დემოკრატიის განუყოფელი ნაწილია და ჩვენ ყოველთვის მზად ვართ საჯარო და ღია დისკუსიისთვის, ამიტომ ვართ დღეს პარლამენტში. დებატებზე უარი სამწუხაროდ ოცნებამ თავად ვეთვა, განსაკუთრებით წინასაარჩევნო. განსხვავებული აზრისთვის დახურა საკუთარი ტელევიზიები და აქცია პროპაგანდისტულ ტელეარხებად. აღნიშნულია პარტიის განცხადებაში. შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 1 თებერვალს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ნებისმიერ თემასთან, მათ შორის განათლების საკითხთან დაკავშირებით ყველასთან გამართოს დებატები. განათლების რეფორმის მთავარი მიზანი არის ბაძრის მოთხოვნიდან გამომდინარე სახელმწიფო უნივერსიტეტებში შესაბამისი პროფესიების უზრუნველყოფა. შესაბამისი მიმართულებებით ხარისხის განვითარება და გაუმჯობესება, რაც კურსდამთავრებულებს კონკურენტულ არიანს და ბაძრის მოთხოვნებთან შესაბამისის გახდის. ასევე გაუიოლებს სამსახურის მოძიებას და დასაქმებას მაღალ ანაზღაურებად მიმართულებებზე. ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა. მისი თქმით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ხარისხის ამაღლების
განხილებას ისახავს მიზნად. მიქანაძის მტკიცებით, თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების შემდეგ დეტალურად ყველა პროგრამა შეისწავლიან და იქ, სადაც ამ უნივერსიტეტებს შორის მსგავსი პროგრამები აღმოჩნდება, მოხდება ერთიან კომპონენტად შეჯერება და ადამიანური რესურსების მაქსიმალურად განაწილება ისე, რომ არც ერთი აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ამ უნივერსიტეტიდან არ დარჩეს უნივერსიტეტს მიღმა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარის სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით რუსეთის ფედერაციის მოქალაქე 1999 წელს დაბადებული მა დააკავეს. უწყების ინფორმაციით სამართალდამცველებმა ბათუმში დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის ფარგლებში ერთ-ერთი ადგილიდან სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცება მოიღეს. დაკავებული საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია ნარკოტიკის დაფასოებისთვის საჭირო მასალები. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღნიშნულია ინფორმაციაში. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 3 თებერვლიდან 4 თებერვლის დილამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი ზოგანძლიერი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი. მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვა, ზოგანძლიერი ნისლი, ქარბუქი და ზვავ საშიშროება. დიდ თოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ზვავ საშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყულ ღვარცოფული პროცესების ჩასახვა გააქტიურება გამოიწვიოს. აღნიშნულია ინფორმაციაში. ახლა კი გაგაცნობთ უცხოეთის სიახლეებს. გერმანია შეერთებულ შტატებსა და ჩინეთთან თანაბარ დისტანციაზე არ იმყოფება და ბოლო დროს არსებული დაძაბულობის მიუხედავად ყოველთვის უფრო ახლოს იქნება ვაშინგტონთან. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა. პრეზიდენტი სი ძინპინისკენ გაშლილი ხელობით გაქცევა და იმის თქმა, რომ ჩვენი ყველა პრობლემა ამ წამს ვერ გაქრა და ჩვენ მხოლოდ თქვენი დიდი პარტნიორი გავხდებით არასწორი პასუხი იქნებოდა. თქვა მან ჩინეთის პრეზიდენტზე საუბრისას. ამასთან მისი თქმით, ევროპის ერთიანი რეაქცია გრენლანდიასთან დაკავშირებულ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გამოთქმულ პრეტენზიებზე აჩვენებს, რომ მას შეუძლია წარმატებით დაიცვას თავისი ინტერესები. გერმანიაში გაფიცვის გამო ავტობუსების, ტრამვაის და მეტროს მატარებლების მოძრაობა შეჩერდა. ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გამოცემის ცნობით გაფიცვა საჯარო სამსახურის მუშაკთა გაერთიანებული პროფკავშირის ორგანიზებით იმართება. ადგილობრივი საზოგადოებრივი ტრანსპორტი ფუნქციონირებას მხოლოდ ქვემო საქსონიაში აგრძელებს, რადგან დაახლოებით 5000-მა თანამშრომელმა და პროფკავშირმა აიღო ვალდებულება არ გაიფიცონ, სანამ სატარიფო ხელშეკრულება ძალაში დარჩება. პროფკავშირი მოითხოვს თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. კერძოდ, ეს მოიცავს შაბათ-კვირას სამუშაო საათების შემცირებას, უფრო მოკლე ცვლებს, უფრო ხანგრძლივ შესვენებებს და ღამის და შაბათ-კვირის სამუშაოსთვის დანამატის გაზრდას. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ნოელ ბაროს განცხადებით უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100% ევროპიდან მოდის, თუმცა პარიზის რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს. მისი თქმით, ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირ კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად. ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხირათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის ზღვაზე დელეგირების გარეშე, აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ამავდროულად, ბაროს განმარტებით რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მშვიდობისკენ სწრაფვის რაიმე ნიშნები და ამას განსაკუთრებით ადასტურებს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს რამდენიმე არხით შეატყობინა, რომ ღიაა შეხვედრისთვის შეთანხმების მიღწევის საკითხებზე მოსალაპარაკებლად. ამის შესახებ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აქსიოსის განუცხადა. ამასთან კიდევ ორმა წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ თეთრი სახლის წარმომადგენელ სტივ უიტკოპსა და ირანელ მაღალჩინოსნებს შორის ანკარაში მიმდინარე კვირის ბოლო შეხვედრის ორგანიზებაზე თურქეთი, ეგვიპტე და კატარი მუშაობენ. საქმე წინ მიიწევს, ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, განუცხადა აქსიოსს ერთ-ერთი ქვეყნის წარმომადგენელი. ამასთან მეორე წყარომ, რომელიც ამერიკელი ოფიციალური პირია გამოცემასთან საუბარში დაადასტურა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეხვედრა შესაძლოა ამ კვირაში თურქეთში გაიმართოს. ასეთი იყო მიმდინარე სიახლეები მომავალ შეხვედრამდე.